იცოდი, რომ დღევანდელი სამუშაო პოზიციების 60% არც კი არსებობდა 80 წლის წინ. ანუ წარმოიდგინე 80 წელიწადში რამდენი რამ შეიცვალა. დიდი ალბათობით ეხლა შენ რა პოზიციაზეც მუშაობ, არ არსებობდა 80 წლის წინ. იმიტომ რომ კვლევარებმა გააკეთეს ასეთი კვლევა 1940 წლის სამუშაო პოზიციების ბაზა შექმნეს და 2018 წლის კვლევა იყო ეს. 2018 წლის სამუშაო პოზიციების ბაზა გააკეთეს. და ერთმანეთს შორის შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ დღევანდელი სამუშაო პოზიციების 60% არც კი არსებობდა 1940 წელს, ანუ დაახლოებით 80 წლის წინ. და წარმოიდგინე, როდესაც ჩვენ ამხელა პროგრესი განვიცადეთ ტექნოლოგიური და ეს პროგრესი, რომელსაც ახლა 1-2 წელი ჭირდება, ადრე 20 წელი უნდოდა, ხო? ახლა ხო ძალიან ბევრად და სწრაფად მივდივართ. აი ამ ტენდენციების გათვალისწინებით, რას უნდა ველოდოთ, მაგალითად 2040 წელს. ანუ გამოდის, რომ შეიძლება ის პოზიცია, რაზეც მე ეხლა ვარ, რაზეც ეხლა მუშაობ, შეიძლება არც კი არსებობდეს 10-20 წლის შემდეგ. გამოდის, რომ მე კონცენტრაცია უნდა გავაკეთო არა პოზიციაზე, არამედ უნარებზე. ანუ შევიძინო ისეთი უნარები, რაც დამეხმარება, რომ მე რა პოზიციებიც არ უნდა შეიქმნას, ჩანაცვლდეს, მე ისე მოთხოვნადი ვიყო. ასეთი უნარები დღეს ალბათ ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე პერსპექტიული რაც შეიძლება რომ გამოიმუშაო, არის no-code skill-set. No-code skill-set არის იმ უნარების ერთობლიობა, რომელიც გეხმარება გამოიყენო ტექნოლოგიები, გადაჭრა ამით შენი ან ორგანიზაციის პრობლემები და ადაპტირდებოდი ამ ტექნოლოგიურ სივრცეში. ამის შესახებ მე ვსაუბრობ ჩემ ბლოგში, ამიტომ გამოიწერე ჩემი არხი, გამოვყევი, გადახედე სხვა ვიდეოებს და დაწერე რა თემები იქნებოდა შენთვის საინტერესო, რომ კიდევ უფრო მეტი ამაზე გვესაუბრო. რეალურად ტექნოლოგიების თაობებს ეშინოდა, ანუ ყოველი ინდუსტრიული რევოლუცია იმით იწყებოდა, რომ გამოდიოდნენ მუშები ან სხვადასხვა კლასი და ამბობდნენ, რომ ეს ეშმაკის მანქანებია, სამუშაო პოზიციებს აქრობენ, ჩვენ რაღაც მშივრები დავრჩებით. რა თქმა უნდა, ეს დისკომფორტი იყო იმ მომენტისთვის, მაგრამ პერსპექტივაში ტექნოლოგიური განვითარება კი არა ამცირებს სამუშაო ძალაზე მოთხოვნას, არამედ ზრდის. უბრალოდ იცვლება პოზიციები, იცვლება დასაქმების სფეროები, ადრე თუ მაგალითად პროგრამისტები საერთოდ არ იყო საჭირო, ეხლა მაგალითად არის საჭირო. ადრე თუ კომპიუტერთან აი პროგრამისტული უნარების და ცოდნის გარეშე ვერ იმუშავებდი, ეხლა no-code tool-ები არის და შეგიძლია უამრავი რაღაცა აკეთო აი ამ ცოდნის გარეშე. ან ეს ტენდენციები იცვლება და ჩვენ ამ ტენდენციებს უნდა ავყვეთ, რაზეც ვცდილობ, რომ მე ვისაუბრო, მოვიკვლიო, მოგიყვე და შენ უდამ საქმის კურსში გავყოფო.